მორიგი პროვოკაცია უბრალოდ რა. და მიმართული არის ახალი პატრიარქის უწმინდესი და უნიტარესი შიოს რეპუტაციის წინააღმდეგ. და ვიმეორებ რატომ? იმიტომ რომ მთავარი წერტილი ან საპენსიო რეფორმა, ან რაღაც თუნდა მიგრაცია, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობდით, თუ ნებისმიერი სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ბავშვების კლასს და თუ ეს არ ეცოდინება ერს, რომ ეს ყველობა ბერმა არ იცის ამის შესახებ. აი შენ თვითონ წაიკითხე შენი პოსტი. ისე ვერ ხედავ სათვალე არ მაქვს, წვრილად წერია და რა კარგად დაიწყო პატრიარქობა, უცებ შეარყია ჯოჯოხეთის საელჩო დედამიწაზე. კარგად კი არა დიდებულად, ზუსტად იქიდან საიდანაც უნდა დაეწყოს, სადაც ერი ყველაზე მეტად სოდავს და შესაბამისად ყველაზე მეტად უჭირს. სადაც ერი სრული გადაგვარების, ფიზიკური გადაშენების, პირდაპირ თვითმკვლელობის გზაზე დგას. და როგორ შეუსიეს ტარტაროზები, როგორ გაბედეო ამის თქმა, რატომ აღვიძებ მიძინებულ სინდისო, დააცადე ქართველებს თვითმკვლელობაო და საკუთარი შვილების ხოცვა-ჟლეტაო. უფალო, მოწყალეო, დაიცავე და დაიფარე ჩვენი პატრიარქი. გააძლიერე და მუდამ ასე ღირსებით ატარე. აწინამძღოლე ჩვენს ერს. შენს ერს უფალო, შენს ერთგულ ქართველებს, შენს მიერ დალოცვლ და ნაკურთხ გზაზე გვატარე მარადის, შენი ერი და ბერი ერთად. უფალო, დიდება და მადლობა კარგი პატრიარქისთვის. მადლობა კარგი დასაწყისისთვის, რომლებმაც პირდაპირ შეარყია ჯოჯოხეთის საელჩო დედამიწაზე. დიდება უფალს, ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენი დალოცვილი ერი და მართლა ჩვენი დალოცვილი ქალები. იყო აბსოლუტური გააზრება პრობლემის და აბსოლუტური სრული კონსოლიდაცია პატრიარქის ირგვლივ. და ქალები ის კი არ დაიწყეს ამას რაც გვეუბნებით და რაღაც. ქალები იცავდნენ პატრიარქს. ესენი ცდილობენ, აი მაგალითად განსხვავება ნახე რა იყო შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ შტატში აკრძალეს აბორტები. დიდ რეიტინგი დაეცა რესპუბლიკური პარტიის. იმიტომ რომ ქალები აჯანყდნენ რომ აი ამის უფლებას რატო გვართმევთ ჩვენ. და ჩვენი ქალები პირიქით მხარი დაუჭირეს. ანუ ჩვენი კი არ დავიწყეთ რომ გვაქვს უფლება რომ ბავშვები ხოცოთ. პირველ რიგში ჩვენმა ქალებმა. არამედ იყო სრული მხარდაჭერა პატრიარქის მიმართ და არავის არ ეგონოს რომ აბორტი ქალის სოდვაა. პირველ რიგში კაცის სოდვა არის ეს. ოჯახის სოდვაა. მაგას გაუსვა ხაზი. ხო, ოჯახის სოდვა ხო და ერზე ხდება განზოგადება, ასეთი მასიური ხოცვა-ჟლეტა არ შეიძლება უბრალოდ